ის ყובה დაუსრულებლად ამბებს. დაუსრულებლად ყובה ამბებს. ყובה თავის თავზე, ყובה სამყაროზე, ის ირგვლივ რაც ხდება. და ეს არის თითქოს თავისებური აღმოჩენა თავისთვის გაკეთებული, რომ ეს არის მინიატურები და პროზა ლექსებად. ასეთი სტილი აქვს არჩეული. შენ კითხულობ პრაქტიკულად, შენ კითხულობ პროზას, მაგრამ ეს პროზა არის შეფუთული როგორც პოეზია და ეს არის გადმოცემული პოეტური სიტყვებით. და იმდენად ოსტატურად არის ეს გაკეთებული, რომ შენც აკეთებ აღმოჩენას ის, რაც მან აირჩია, როგორი სტილიც მან აირჩია. ამბავი, რომელსაც ქვია აღდგომა. აი ასე ვთქვი. აღდგომის წინა კვირას გადმოდგებოდა ხოლმე პაპაჩები აირჩიეს. როცა უკვე ასაკში და დილიდანვე გვაფრთხილებდა ეზოში მოხუცქუსე მე და მამიდაჩებს, რომ საფლავზე ვიყავი გასასვლელი, რომ აღდგომას დედის საფლავი ქონოდა სუფთა და წრიალა. არასოდეს სანამ პაპაჩები აივანზე არ გადმოდგებოდა, არავივლიდით იმ საფლავების აღმართს, ამ რიტუალს სურვებდა. ეს პაპაჩების გადმოდგომა იყო სიკვდილის შემდგომი პასუხისმგებლობა და საკუთარ დედასთან ძახვა. იდგა პაპაჩები აივანზე და ჩვენს მიერ საფლავის დასწავები დედამის საბანს უკეცავდა ლოქში. ეს გადმოდგომა გავდა არა, იყო ურთიერთობა დედაშვილთან. ეს გადმოდგომა იყო იამა. ასე იდგა პაპაჩები აივანზე და შორიდან ეფერებოდა დედამის. ომივით მოვარდება ხოლმე. მოგონება, ეს კი ჟურნალს იყოს სხეულს. აღდგომას. სიმართლე ვთქვათ, საერთოდ არ გამოცხადებულა, იმიტომ რომ არ პასუხისმგებლობას ავწმობდი. პირიქით პასუხისმგებლობას ვწმობდი. ზოგადად ძალიან მოცულია ადამიანი ვარ. საკიდან მალე ვიდრება და ძალიან ემოციური ვარ და რაღაცა თავწუჭირდა, რომ აღდგავარ. მადლობა მინდა გიხადოთ. თავის იმაში გონია. სულ უბრალოდ აი ძალიან ისე დიდი ხანია ეს რაღაცები სულ წერ, მაგრამ რო გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს რომ სადღაც ჩამოვარ, ან ჩემზე ლაპარაკობენ, მოგატოვებთ ძალიან ნაკლებად. თუმცა ჩემი მეუღლე ხედავანია ფოტოებს და რადგან მიყვარს და ეს სივრცე, მაგრამ მაინც ალბათ ინტროვერტი ვარ, რა ვიცი, მაინც მგონია რომ ჩემ ნაწილში ვარ და როცა უკვე ესე ხალხმა რაღაცა უხერხულობა ჩემი პატრიოტიზმი თითოეულ თქვენგანს მთელი ბავშვობა არ ვიცი რაღაც ალბათ ესეც ერთგვარი გამარჯვება მთელი ბავშვობა ხდება ხოლმე ჩემს ვასემახსოვრება ჩემს აი ხა გამახსენდა ესეც ქალბატონეთის რო შევხედე ჩემს საწოლთან გამოკრული მოდარდუბაძის სიტყვები შენი სული უფრო მძიმეა ისინი მიყვარდა სიტყვები და ეხლაც არის ჩემს ოთახში და ჩემს ვფიქრობ რომ ეს ასე გარჩესდეთ გაცვლა და აი სული ისე მძიმეა ეს რო წერია და იშევ თემაში მოდარდუბაძეზე და ასე გაკეთარის თქვენ და ძალიან პატრიოტი არის ჩემთვის სურამში გამიზარდე, სურამში დავიფადე. ძალიან მიყვარს ჩემი სურამი. ალბათ სურამი მაწერებს ყველაფერს. მომეწევა. და სიყვარული. თავის კიდე რომ დავთვალებდები, მაგრამ მაინც გონია რომ ადამიანები ვინც ასე წერენ, ვინც ასე კითხულობენ, მაინც სიყვარულით დაავადებულები არიან და ამით გადაწყობილია მძიმეები. ამიტომ მე ყოველთვის მაქვს იმის დრო ხომთე, რომ გურული ვარ მეთქი, მაგრამ მართლა გურული ვარ, რომ რაღაც შემიძლია ბევრი რაღაცები ერთად ვაკეთო და ჩემი მეუღლეც არჩევანი გავაკეთე, ჩემი მეუღლეც გავაკეთე არჩევანი, რომ ვიცოდი, რომ ყველაფრის დრო მექნებოდა. და აი მარტო ეს ოჯახის ხალი არასდროს არ ყოფილა და ისიც ეკეთებინა ისიც და გამემართლა ამაში და ეს სიყვარული ბოლომდე შევინარჩუნე და
ლექსებით ალბათ ვერამდე და გამოვიდა რაც ხონდა. პირველად დავწერე ძალიან ისე გავაგზავნე წერმასწავლებლისთვის ასეთი ეს კონკურსი არ ვიცი როგორ და რომელი სადაღებს განათლების სამინისტრო და სულ ისე დავწერე და ჩემს რას წავაკითხე და ჩემი პროდიუსერებს ვთქვა ყველგან ეს იმას მიჩება ხოლმე მიგზავნის რაღაცები მე არ მაქვს არასოდეს და გადამიგზავნა გავიდა მე 1-3-4 და დამირეკეს და მithnes რომ გაკვეთილზე ხართო და მასწავლებლების ოჯახში ვარ სპორტაშორის გაზრდილი მე თვითონ გერმანისტია გერმანულის და ლიტერატურის ლიტერატურა დამთავრებული უნივერსიტეტი მე მეთქი პოლიციაში მუშაობდი ისეთი საკუთრი ყოველდღე დაკავებული და არც მეგონა თუ დამირეკავდა თქო გაიმარჯვეთ და ათეულში მოხდა და ეს იყო ჩემთვის ისეთი დიდი სიხარული მაშინ რომ ვერ აგიწევ და მუშაობ ნაგაზაკოთა სამინისტროში და ყველა ხო იღებს ხოლმე რაღაცას რომ აი ხა ვიც გამოვიყენებ დროს და მინდა თქვა რომ სამინისტროში ჩვენთან შინაგაზაკოთა სამინისტროში ყოველთვის ვიტყვი და თამამად ვიტყვი იმიტომ რომ მივხედავ ამ ყველაფერს და მათთან ერთად ვარ ყოველთვის აი პოლიციელი გვილია აი ნამდვილად გვილია ჩვენი თითოეული პოლიციელი არის გვილი არც ერთი ლექსი არ აქვს პოლიციელზე დაწერილი სამწუხაროდ მაგრამ ესეც იქნება თქვა ეხლა ცოტა თითქოს გავიტვირთე ზირთადად ხო რაღაც ისე წერყობები ჩემს ბაბუაზე ჩემს ბებიაზე და ძალიან გულწრფელი და ესეთი მონატრებაა ეს აი მართლა გულწრფელად მენატრებია და ძალიან ცუდი არის სხვა ასეთიდან ადამიანები და აღარ მოგებია სამწუხაროდ არც ერთი ჩემი ლექსი არ ვიცი ზედმეტად არც მქონია ცდილობა მან მასწავლებელი და ალბათ არ ვიჭირი ადამიანი ვერ ვსწავლებ ლექსებს ერთ-ერთი ლექსი ვიცი პიჩანის პაემანდებს ძალიან როგორ ვიცი რანაირად შემოვრჩა გოგლას ბრალია ეგეც შეიძლება გოგლას ბრალია ბავშვობაში დავწერე შეყვარებული ვიყავით რაღაც 13-14 წელს ერთი ლექსი და აი ეს ლექსი მახსოვს მეტი არც ერთი ლექსი არ მახსოვს დანარჩენს თუ გადავავე თავს ხოლმე და წავიკითხავ ამ ლექსს მე თვითონ ზოგადად რომ დაიწერა იქ პოემიო რაღაც ისეთი თქიმადოს ვეღარ მოაზიარებ ცნია რაღაც მაღალი ნარკვევია ეს ლექსი იწყებოდა ასე მაშინ მითხრა მამა ჩემო მამა ძალიან კარგად წერს ბატონი არ იცნობს და იცოდეო შვილო დედიოსის შვილებზეო მე გავისვენებს და ვერ ჩემი რა გააკეთებდა ვერ შეიძლება მე მაგარი ვარო სილის ხოლმე რომ პირველად დავწერე მამას დავაკითხე და მოიწონა ძალიან და ჩემთვის ისეთი თამასაა მამა ჩემი თან ესეთი ყველაერი მეგობრები რომ ყავს და რომ ამტკიცებს მეგობარი რომ ამტკიცებს რაღაცებს ცხოვრებაში მოიწონა რაღაცეა თავი და რაღაცებს ყოველთვის ვანახებ ხოლმე მამას შესაძლოა ეხლა წავიკითხავ იმ ლექსს რომელიც 13-14 წლის ასაკში დავწერე მე კარგად მახსოვს სადღაც შორს ზუზუ ლექსის სტატუსითაც არ გამორჩევი ის როს სახიობო კომენტარი აი არ გინდა ცეკვა თამაში ამისთვის სხვა ადამიანები არსებობს სადღაც შორს ზუზულებს ქარი ქუჩაში მოჩანს პატარა ქალი ქალი რა ქალი სახელად ნანი ამღერდა ჩუმად მივეცი ბალი ამღერდა ქალი ამღერდა ტყეც დაშორს წავედით ნანიც და მეც რამე წავიკითხეთ რა წავიკითხავთ მაშა ხო აბა სამსახურში არ შეიძლება წავიკითხავ მეთქი ისეთი და თქვენი დღესები სადღაც ხალხის საექსპერტო ვარ და სულ საქმეა ჩვენთან მაგრამ რაღაცნაირად ვიფიქრე რომ
ყველაზე ძალიან რაზეც ვთანხმობ, იმას წავიკითხავთ, რადგან ჩემს უწყლობას ხაზი გავუსვით. რაზეც ყველაზე ძალიან ვთანხმობ, იმას წავიკითხავ და ნოხტებია მე თქვენს ვიტყვი, რომ რა არის ალბათ ისეთი აქ რაც ჩანს გარდათ. ჩემს ერთადერთ შვილს უნდა ვასწავლო ბევრი რამე. უნდა აუხსნა. როგორ იყოს მარტო. როცა ბოჭი ძალიან ახლობელი გასჭირდება. უნდა ვასწავლო როგორ უყვარდეს მისი მეგობარი, ისე როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი და არა როგორც მარტო მეგობარი. ჩემს ერთადერთ შვილს უნდა ვასწავლო სამძიმარი სხვისი დის, სხვისი ძმის, ისე როგორც საკუთარის. ჩემს ერთადერთ შვილს უნდა ვასწავლო, რომ ის ტელეფონში არასოდეს არ იქნება ჩემი ძმა ჩაწერილი. და ჩაწეროს ასე სხვები, რადგან ისინიც ასე უნდა უყვარდეს. უნდა ვასწავლო, რომ საფიცარი შეიძლება დილის გარდა არავინ ჰყავდეს, ან მამის და ისე დაიფიცოს, რომ გული არ ეტკინოს. ჩემს ერთადერთ შვილს უნდა ვასწავლო, რომ დიდმამიშვილების საპირისპიროზე იქნება ყველაზე მარტო. ელში ფერა გაიჩხება და დაიწყება ყრუბულს. დიახ, ჩემს შვილს უნდა ვასწავლო მარტოობა, რომელიც მე თავად არ ვიცი. ჩემს ერთადერთ შვილს უნდა ვასწავლო ეს ყველაფერი თუ უკვე არ იცის. ხშირად უნდა უთხრა, რომ ჩემთვის 2-იც არის 3-იც და 10-იც. და უნდა უთხრა, რომ ყველანი ვასრულებ ძეძვის შეკვეთას. თქვენ ქარში ფენით, ჩიტის ტვენით და მე მარტოობის სწავლით. მეორე ლექსი სწავლით. მეორე ლექსი რასაც აიგეთ, ყოველდღე მასწავლებლად ასე მეორე ლექსი მინდა წავიკითხო სიყვარულის შესახებ, რაც ყველაზე ძლიერ ყველაზე და ყველაზე საპასუხისმგებლო. შეგითხარი მამაჩემ მოდესღაც რომ გადაწყვიტე რომ აი მოდი და მოვიდეს და რანაირად გენდით ასე ორივეს მეც რომ დაგთანხმდით შენს და დედასაც დათანხმებას ვიჩინის ყველაზე მეტად შევიყვარდით მაგრამ სულ ვფიქრობ ასე სავსე მოვედი თუ გზადასვლა თქვენ მასწავლეთ ეს სიყვარული შეგითხარი მამაჩემო შეგითხარი დედაჩემო ეს რა მასწავლეთ დედაჩემზე წავიკითხავ, მე მაინც მგონია რომ ყველაფრის თავი დედაჩემია. რუსკოდები კარგად იცნობს დედაჩემს და იცის როგორ ემოციური ადამიანია დედაჩემი, მაგრამ მაინც მგონია რომ ყველაფრის თავი დედაჩემია და დედაჩემის შესახებ ბევრს წერყობ. წავიკითხავ, ჩანახატი შემთთვის ასე ქვია. ყველა წერილი მაქვს დედაჩემის შენახული. ჯერ სტუდენტობისას წერდა. ან ჩუმად კაბაჩიბეში, ან თუ ზამთარი ყოფილ თუ გზაში მიდევდა ხოლმე. ყველა წერილი მაქვს შენახული და თავსეურების როგორც მარგარიტ, ან მარგარიტ რამოსატანია დედაჩემის მოკაზე ვასოებთან. ყველა წერილი მაქვს შენახული, არიან შენახული, მაგრამ სიტყვები მიყვარხარ დედა, მშვიდობით იმგზავრე, შეჩემ გიშის თვალება ხარ, ისევ ატყვია. პირობას ვქებ, ასე იქნება ეს წერილები მთელი ჩემი სიცოცხლე ჩემს ოთახში და ასე იქნება ეს მთელი სიცოცხლე ჩემს ოთახში და როცა ქინა ალთი ავადობის დროს როცა მასვები ხოლმე მათ ფუნქციას ყოველთვის შეასრულებს და იქნება ჩემი ზაფხული, გაზაფხული, პირველი მერცხალი, იქნება გზა, მშვიდობისკენ სავალი. ყველა წერილი მაქვს შენახული. ახლა ჩავდავ დათანხმულ თავს ჩემს პენსკულში, როგორც თითქოს შენი კალთაა, კიდევ ერთხელ თვალს გადავავლებ ყველა წერილს, ბევრია თუმცა, როცა თითოეულს დავხედავ, ყველა მხრიდან შენ გამოჩნდები. შენ ხომ ყოველთვის ყველგან მე, სულ უმიზეზო და გულმოწყალე. ყველა წერილი მაქვს შენახული, ყველა წერილი შენახული მაქვს და შენ როგორც წერე დაუსრულებ. Out.
რაღაც ასე წარმოვიდგინე ჩემი თავი. თაფლის კას გავჩემი სახლი, დილი დავგზოვი, ფრთებს ვისხამდა ვარ დედა ფუტკარი. მანი ფაფა შაქრით ვატყობ და ჩემი ქვის ტანსაცმელს თბილუთოს ვარდებ. ისევ ავთოვებ, რომ სიტყვოდღის ბოლომდე ზურგზე ზურგი დაკიკულში გადავიდეს. თაფლის კას გავჩემი სახლი, გზოვი და გზოვი. მამალი ფუტკრები თავზე მახვევია, განგება მხოლოდ მემარგუნა გოგოობა ამ სახლში. ვარ დედა ფუტკარი ვაშინებს კას, ამჩევს ბიჭებთან ერთად და ერთადაც უძლებთ ამ გაუსაძრისად სასტიკ მიტოვებით, განგაშიდა და სიყვარულით სავსე ცხოვრებას. ყოველ ჯერზე სახლში მისვლისას თაფლში ვერტყობი და ვარ თავად თაფლი, მაისის თაფლი, წაბლის თაფლი, ცაცხვლის თაფლი. სკიდა ჩემი ბიჭები მიღებენ ხოლმე და მეც მათთვის გზოვი, მათთვის ვშაქრდები, წაფლის, თუნდაც აკაციის თაფლით. საშიათ არ ყავს დაუთოვება და ის დაუთოვები, მაშინ მომედი და ეს ასე რომ აი ვერ ვაუთოვებ. უფრო ვიჭრება, არ ვიცი რატომ მართება ასე. ეს არის დაბადება, ასე ქვია. ჩემ დაბადების დღეზე დავწერე. ადრე ძალიან მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. ესეთი მეგობრები მოვყავდა სულ სახლში ძალიან. მაგრამ 40 წელს რო გავხდი, მეთქი ახალწლად ახალ მომწონდა ეს ჩემი დაბადების დღე. მე მამჩემ 40-ის რო გახდები, შინაარს როგორ გაიფრესო დრო და მართლაც სასწაულად მიქცეს წლები და ეს დავწერე 40 წლის რო გავხდი ზუსტად მაშინ. აი ეს ასეთი გავიზარდი. ვაი თითი მართლობა. ეს გოიქავს. და დედაჩემს მიწერე მაშინ ძალიან კარგად მახსოვს. დედა რომ გათენდება ცისკარი რომ დადგება, შენ წაგიყვანი დედა და მე გამჩენ. პილიონკებს შევამოხვე და ბურთავ ცხოვრების გზაზე. ამ ცივზამთარში იმტო გადავწყვიტე მოსვლა, რომ მე საერთოდ სიცივის ცივი ადამიანების გაფორმებული სახეების არ შემშინებოდა. ვიქნებით მე და შენ ოთახში. მე ვიქნები შენზე მიკრული, შენ ცოტა შეშინებული, მეტი პასუხისმგებლობით სავსე. ჩემი დადებით და თავში 1000 ჩემი დაბადებით და თავში 1000 აზრი გეკდება ჩემს გამო. ჩემი აკვანი, მე სკოლა, გოგოობა, ოჯახი, შვილიშვილები. იჯრები საწოლზე, ჩემი თავსილი, ბედნიერი, მაგრამ ნაფიქრანი. რომ აღარ იქნები მარტო, რომ ახლა თავისუფლებას დაერქმევა ჩემი სახელი. რომ დილა მარტო მზით სავსე დღე აღარ იქნება შეთვის. მე კი ყველაფერი მაშინ დაგიფასე, როცა შენაირად ვიჯექი საწოლზე, ჩვილი ხელში. კვირას დილის 6 საათზე მიტოვებადე. იანვარი კუც იქნებდა. ხეში კი წყალი დგებოდა და ჩემი მშობლები პასუხისმგებლობის 10 ცნებას წერდნენ. განსაკუთრებით მიყვარდა ხოლმე ჩემი ბებიები ძალიან მიყვარდნენ. ძალიან კარგი ბებიები მიყვარდნენ. და ეს ბებიას დავწერე. ამასია გამახსენდა 40 წელი და ალბათ როგორ კრიფავდა ხანის. ზოგადად რასაც წერე, ეს თამამზამთრობა რასაც წერე, მაგრამ რაღაცა მართლა რეალურია, რომ არაფერი არ არის რაღაცა მოსული, თავში მოსული, ხო არის რაღაცა ისე მოსული, რომ მართლა ხდებოდა ეს ყველაფერი ასე. უწიფერია ნამდვილად. სურამში ბებიაჩემს ალუბალი ამოჰქონდა, როცა კი დამწიფდებოდა ჩემთვის თავის სახლიდან პატარა ჯამით. ადრე საბჭოთა დროს ემალის ჯამები იყო ხოლმე რკინის, ზომიერი. გუში მიმალებალთან მივედი და თავად დავკრიფე. ვიდექი ხესთან მე დიდი გოგო და ბებიაჩემი არსად ჩავდა. არც ის ჯამი ემალის, იყო ალუბალი მწიფე, სისხლისფერი და ისე კოწიალობდნენ ხელზე, როგორც ჩემი ნერვები ამ ყველაფრისას. სადღაც ფანჯრის რაფაზე ძველი წლების აპარატი იყო, წლევა 180 ასაჩვენებდა კვლავ ბოლო ჩვენებას და უზნობდი, რომ წლების აპარატი მისი გულის სემით იყო გაჭერებული. ძველი კარადა, სადაც ტელეფონების წიგნს ბინა ედო ხოლმე, იდგა ისევ, ჩემი სახლის ტელეფონის ნომერი, გოგოლაძე, ისევ წითლად იყო გახაზული, ბებიაჩემის ხელით. ასე იყო მისი ნაკვამრევი იმ სახლში დარჩენილი. წიფდა ალუბალი, წიფდა და ჩემი წლევა ამ წლების ნიშნულს ზევით რომ აღნიშნე, უტოლდებოდა და
მახსენდებოდა ჩემი ბებიის სიტყვები, რა დროს შენი წნევებია. ტელეფონის წიგნი ავიღე, ჩემი მობილური მივაწერე, ისევ წითლად გავხაზე, რაიცი რა ხდება. ეზოდან თვალს მიკრავდა სისხლისფერი ალუბალი და ჩემი ნერვები კი ყურებზე დაქორწინებულ ალუბლებს ჰგავდა. ახლა ცოტა მშვიდად ვარ, ჩემი მობილური ტელეფონების წიგნში წითლად არის გახაზული. მთელი გულით გავხაზე. სასწაულად უყვარს. უსწრაფოდ დედაჩემს საკავრები როგორ უყვარს თქვენ ხომ იცით და აი ასე დიდი საკუთრების შეუძლია ეკეთოს და ძირითადად ყველაფერი უყვარს. სულ ხარეხობე რაღაცას რო უკისრად. და ერთად დავულიებ საკუთრები კიდეებში და ემოციას მოყვა მე რომ დედაჩემს რო უკიდე საკუთრები როგორ გავხარდა. დღეს დილას დაგირეკი და გითხარი საყურეები გიყიდებით. შენ პაუზა გააკეთე. ძალიან გაგიხარდა და მკითხე. დიდი საყურეებია თუ პატარა? მაშინ ვიხვდი რომ აზრი არ აქვს ასაკს, მეტიც. ზუსტად ეგასაკია ქალის მშვენება და შენ ასე ისხამბარ საყურეებს ასაკთან ერთად და დასასიხარულებ და გასაოცრად. ამ დროსთან ერთად უფრო დიდი საყურეები მოგწოს. მე სულ ვეცდები რომ შენ საყურე გეკეთოს. ჭკვიარა, ლამაზი და შენთან თხოვნაც კი მეკდება რომ საყურის კეთების სურვილი სულ ჰქონდეს. მე დავიჯერებ რომ ყავს დედა რომელსაც უხარია სიცოცხლე და ისხამს ასაკს საყურეებთან ერთად. შენ ისე უნდა დაბერდე რომ შენი საყურით მივხვდე მე ის სხვა შენს ასაკს. საშინაო დავლებად მექნება შენთვის საყურეების ყიდვა და გავსკდები კვირტად როცა კი შემეკითხები. დიდი მიყიდე საყურე თუ პატარა? დიდია დედა, დიდი შენნაირები. ხოლმე თავისი უვინით. და რაღაცა ისე მეხვეწებოდა რომ პიკე რა არის ამაში სახვეწ აი რაღაც ისეთი რომ შობელი ასე გეხვეწება, არც უნდა ამას არც ხვეწნა, არც თხოვნა, ისე უნდა ჩახვიდე და რაღაცა ემოცია მოიტანა ამან რომ 29-დან ყოველ დღეში ერთხელ თუ გირეკავს შობელი ამორჯერ აი 30-ში ხო ჩამოყალ მამა და ხო ჩამოყალ და ამან მოიტანა ეს ემოცია. მამა ჩამითხრა ახალი წელი ჩვენთან გაატარეო, მირეკავს ყოველ დღე და აზუსტებს, რას ვფიქრობ? განარამთხოვა. მეცხრება თბილი წინდები და ვიჯდები საქმე ჩემთვის, სულ ერთია სად, რადგან ყველა კუნჭული ჩემი ბუდია ჩემს მშობლებთან. ხო, ასე ვიჯდები ბუდეში და დაველოდები, როდის დამაძალებზე და ჩემი გოზინავს, ან რამე ტყვის. დიდი სუსტრაფობით არ გავაყოლებ თვალს 12-ის გადაცდენას, რადგან ყოველი წამი 12-მდეც და მერეც ჩემ მშობლებთან ჩემი ახალი წელია. ძირის წინ დედაჩემს პლედის დაფარებას მოვთხოვ. თქვენ გონიათ მცივანავა? არა. დედაჩემის მიფარებული პლედი მინდა, არ ველოდები 12-ს, ვზივარ სუფრასთან, მივირთმევ გოზინახს და ვბრაზობ საკუთარ თავზე. რატომ არ ეკინებდი მამაჩემს ამბებს? ამდენს ვარ სულ ყოფილი და ახალი წლის გარდა ვფიქრობ რომ დაბადების დღეს ვავს. აცვია თბილი წინდები და თოვლის ბაბუისაც კი მჯერა. რატომ არ ეკინებდი მამაჩემს ამდენს? აი რატომ? და აბუთ გვაქვს დადებული რომ არ და როზენთავენ ხოლმე თუ როგორც ხდება კაცებმა იციან. ჩემმა ძმამ რამოდენიმეჯერ რომ დაზეთა ხლა იტყუები სოფ არც ერთხელ არ დამიზედა. ვიღაცაც დაზეთა, ჭრიალებდა და ვერც ვიგებდით ვინ შემოგვიდოდა და რაღაცნაირად არ მოგწონდა და ეხლაც რო გავაღებთ აი საშინელი ჭრიალის ხმა, მაგრამ ეს ჭრიალი ისეთი კარგია რომ რა ვიცი, მშობლიური და რაღაც აი ახალ შობილის დაბადებას გავს რა ეს ჭრიალი, არის სასწაული რომ ვიღაცა მოვიდა და რაღაცნაირად გიხარია და სულამის ჭიშკარი ასე ქვია ამ ლექს. ნეტა რა ქვია ჩვენ სულ სიტყვა გასაუბრებას, მე რომ მოვდივარ და შეჭრიალებ ჩემო ჭიშკარო. ნეტა რა ქვია ჩვენ შეგებებას, ეგრე რომ დგახარ უსიტყვოდ და გველოდები როგორც მშობელი. ნეტა რა შეიძლება უწოდო შენ სახელურს მოფერებით, ჩამოწევისას, გაღებისას საფრთხს რომ გამოაჩენ ხოლმე. ვითომ ეგ შენი სახელური? შენი კიდურია? თუ ჩემი მესამე ხელი? ხო, ასე გამოანათებ ზოგჯერ ფიქრი როგორც ფოსფორი გაურკვეველი დროისა და ფიქრის ნაზავი ჩემო ჭიშკარო. პეპრის ჩრდილივით მსუბუქია შენი ჭრიალი გაღებისას.
მომენატრე როგორც შობები და როგორც ჭიშკარი უპირველესი წერს არ დაგზეთავთ უნდა ვისმინო შენი ჭრიალი დადგა ივნისი ცაცხვის სუნი ჰაერს ამძაფრებს და ჩვენს ეზოს კი სიმღერასავით მოედება შენი ჭრიალი ჩემო ჭიშკარო უპირველესო რაღაცნაირად სანამ სადმე მივალ აი ხა სანამ სამსახურიდან აქ მოვედი არ ვიცი შეიძლება 30 ჯერ მოჭერ დაგიყო მიხვედი როგორ ხარ რანაირად მიხვედი და ამიდა გინაცვალოს ცუდად ხوار გახარ ხო კარგად გახარ როცა სამაშვილოში ვარ ასად და დედა მომიდებს ვეძახილად ერთ-ერთი მომდას ყავს 6 შვილი ვეუბნები ხოლმე ჩემი ვალიც მოიხადე და სულ ყველასი შემოიხადე რომ ეს 6 შვილი და ეს ბავშვების ჩამოსვლა იყო ხოლმე ჩემი მომიდაშვილების ერთ-ერთი ახლა აქ არის აი რაღაც ძალიან დიდი სიხარული ჩვენს ოჯახში ესენი რომ მოდიოდა და იყო ყველანი ცისფერთვალებები, ქერები, ლამაზები ჩემი ძმაც ეს დუიალა და ესეთი ბავშვი იყო თეთრი უფრო და მე ვიყავი მარტო შავგურებადი და აი მე ის რა შავგურებანი იყო და სტუმარი ასე ამბობდა ხან კვირის პასტას ვისმევდი სახეზე და ხან რას ვისმევდი მეც ვიდეო თეთრი ყოფილიყარ მაგრამ არ გავუმივიდა და კატასტროფის ყოფილი პირით მე რო ჩავდიოდი მთელი ცხოვრება მიყვარდა ჩემს მამიდაშვილებთან ჩასვლა ყველა ასაკის ყავლან მეთქი სულ ვხუბრობ ამასთანავე მამიდა ჩემს უთხარი რა მეგნიერება მამი ამდენი კარგი შვილი მეთქი შენ არ იცი რა ძნელია რომ დავწვევი და 6-ვესთან დარდით სიხარულით ფიქრით სურვილით დავდივარო დავბოდიალობო ხან ერთთან ვარ ხან მეორესთან ხან მესამესთან და ამასობაში თენდებაო ვერაფერი ვერ ვუთხარი დახმარება მომინდა ან რანაირად დავხმარებოდი მაგრამ მაინც დავხუჭე თვალები მის მაგიერად დავიცნე და ვერ ვიბოდიალებისნაირად მათთან იმნაირი ფიქრით, იმნაირი დარდით, იმნაირი სურვილებით გავახილე თვალები და ვიდარდე მამიდაჩებზე რანაირი ხამები მქონია ფიქრიანი რა ძნელია და რა კარგია ეს ყველაფერი შვილი რო შემეძნა ჩემი დედამთი მოგიხარ ხან მაინც გიყვარს და შემიძლია ყველაზე ძალიანო და ჩემს მომთხოვ ყველაზე ძალიან გიყვარს ასე მეთქი ამას ეჭვმა და ამერიკა მგონი კორეაში იყო წასული სამსახურიდან და დიდი ხნის ფლენა მოგეხსენებათ კორეაში და მამიდა ჩირები თითოეულ საავადმყოფოში წელს ამას გაფრინდა და ჩავფრინდა და ჩამოვიდა შემიძლია ჩამოვიდა და მეც ბუნებრივია ვხედავდი არ მიყვარს ფრენა საშინლად არა და სტუარდესობაც ვცადე და წამოვედი მე რაღაცნაირად ისე განვიცდიდი თითოეულ ფრენას და მოკლედ ჩემ ძმაზე დავწერე შენი ძმა ჩამოვიდა ოდირას დედაჩიმა მომახარა თითქოს დავიბადე სახელიც კი დამარხვეს ხომ შეიძლებოდა განგებას ხელი აიღო ჩემზე და გავსი ემოციები არც კი ცოდოდა მაგრამ მოხდა სასწავლო და ზუსტად ყველაზე მაგარი რამე მარდულა უზენაესმა ყველაზე მართალმა გრილი 64 ძმის მოსვლის სიხარული ახლა ვარ სავსე მთვარე მაქვს 2 თვალი და მზეცაც არ ვუდებ ტოლს კაცის კორდებაში ვარ სავსე მთლიანი ტენით და ნეშოპალით გაჟღენთილი მიწა პირზე ღიმილად შენი სახელი მაქვს გადაკრული დედა ჩემა მახარა შენი ძმა ჩამოვიდაო თუ არსებობს ამაზე დიდი ჩამოსვლა მოდით მითხარით ერთად ვიყოთ ბადრი მთვარე და ზეცხრა თვალა ჰეი ჩემო გიშრის თვალა იცოდე რომ ყოველთვის მინდა გყავდეს ვინმე ვინ შეგახსენებს რომ ამ ქვეყნად შემოსვლის სიხარული მოიყოლე და მიგნიერება შენი ძმა ჩამოვიდა ოდირას დედაჩიმა მომახარა თითქოს დავიბადე სახელიც კი დამარხვეს ხომ შეიძლებოდა განგებას ხელი აიღო ჩემზე და გავსი ემოციები არც კი ცოდოდა მაგრამ მოხდა სასწავლო და ზუსტად ყველაზე მაგარი რამე მარდულა უზენაესმა ყველაზე მართალმა გრილი 64 ძმის მოსვლის სიხარული ახლა ვარ სავსე მთვარე მაქვს 2 თვალი და მზეცაც არ ვუდებ ტოლს კაცის კორდებაში ვარ სავსე მთლიანი ტენით და ნეშოპალით გაჟღენთილი მიწა პირზე ღიმილად შენი სახელი მაქვს გადაკრული დედა ჩემა მახარა შენი ძმა ჩამოვიდაო თუ არსებობს ამაზე დიდი ჩამოსვლა მოდით მითხარით ერთად ვიყოთ ბადრი მთვარე და ზეცხრა თვალა
ჰეი, ჩემო გიშრის თვალო, იცოდე რომ ყოველთვის მინდა გყავდეს ვინმე, ვინ შეგახსენებს რომ ამ ქვეყნად შემოსვლის სიხარული მოიყოლე და მიგნიერება. ჩემი სამსახურში მიმავალი სახლიდან გამოვიდეს და პირჯვარი არ გადაისახოს. ჩემი ჩიხის ბოლოდან 3 ეკლესია ჩანს. დგება მათ წინ ისე რომ სამივეს უყურებდეს. არ ვიცი როგორ არხექნებს და იწერს პირჯვარს, მერე ბუტყუტებს და ბუტყუტებს, ვიცი რომ ეს ბუტყუტი მე ვარ და ჩემი ძმა, ჩვენ ვართ. არ მახსენდება მამაჩემი მეზობლის კაკლის ფოთლებიდან ამაღლების ეკლესია რომ მოსჩანს თვალის ჭვრეტით არ მოძებნოს და იქაც არ გადაიწეროს პირჯვარი. შემოდგომაზე კაკლის ფოთლებით ცვივა და მამაჩემი ადვილად ხედავს ამაღლების ფერდოს, მაგრამ ბუტყუტი იგივეა. მე ვარ და ჩემი ძმა. არც ერთი წირვა მახსენდება მამაჩემთან ერთად ყოფილიყავი. არ დადის, მაგრამ კაკლის ფოთლებიდან და ჩიხის ბოლოში გზის დაწყებამდე სულ ეძებს ტაძარს. ბუტყუტებს, იწერს პირჯვარს და აგერ კი მოვაგროვეთ მე და ჩემა ძმა, კარგი 4 წლეული. საერთოდ მშობლების ბრალია ყველაფერი. მამაჩემო უნდა იბუტყუტოს და შემოდგომაზე უფოთლო ცივი ხიდან ყოველთვის უნდა ჩადეს ტაძარი გზასთან ერთად.